ხო, ასე ვთქვათ, ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მიზანია მრავალთაგან, რომ ასე ვთქვათ, განათლება რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა კუთხე კუნძულში და ყველა სოფელში. წინა კვირას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი საუბრობდა პროექტზე, რომელსაც ახორციელებს სოფლის ბიბლიოთეკებში. მათ ჭირდებათ წიგნები და ჭირდებათ იდეები იმისათვის, რომ ეს ბიბლიოთეკები გადაიქცნენ ერთგვარ თავშეყრის ადგილებად, სახელოვნებო თუ კულტურულ სფეროში, ასე ვთქვათ და კიდევ ერთი ინფორმაცია მათთვის, ვისაც უნდა შემოგვიერთდეს, ჩვენ პირობა დავდებთ გიორგისთან გასაკვირას, რომ ავიღებთ ჩვენ თავზე ასე ვთქვათ, და ამ პირობას ვასრულებთ. მრაჭის სოფელ ველევის სკოლაში სწავლობს 8 მოსწავლე. და მათ ძალიან სჭირდებათ წიგნები და სჭირდებათ, რა თქმა უნდა, კარგი წიგნები, ახალი, თანამედროვე და არა ის, რომელიც მხოლოდ ასე ვთქვათ, გამოსკება წიგნები ჭირდება თქვენზე თუ უბრალოდ ლიტერატურა, რომელიც ამას აქში წაიკითხავდნენ. ყველანაირი? ყველანაირი. სამოციანწლების არაულ. მარქსიზმი. ეგენია. როგორც ადრე. საერთოდ ადამიანს არ უნდა აჩუქო ის, რაც შენ არ გჭირდება. ეს არის უპატივცემულობა საკუთარი თავისას და მისიც. უნდა აჩუქო ის, რაც შენთვის ძვირფასია და მე მაქვს მართლა ძვირფასი კარგი წიგნები, რომელიც აი ეს ბოლო წლებია გამოდის, არაჩვეულებრივად კარგი ხარისხის, კარგი ნათარგმნი, აი ყველანაირად ძალიან კარგი შეველევი. რატო იცი? ჯერ ერთი დამიგროვდა, იმიტომ რომ ვყიდულობ. მეორე ხო არაჩვეულებრივი კულტურაა წლების მანძილზე ბავშვები დღესასწაულზე ან დაბადების დღეზე ერთმანეთს წიგნებს შუქნიან. ეს წიგნები გროვდება, ზოგი ერთნაირია, ზოგი სხვადასხვა არის, ზოგი ადაპტირებულია სხვადასხვანაირად და გამოცემაც სხვადასხვა არის და ამიტომ ეს კარგი წიგნები არის და არის და გროვდება და მე კიდე ვიყიდი და ავამატებ და მოკლედ შემგან იქნება ხარისხიანი და კარგი წიგნები ეხლა გამახსენდა რომ რამდენიმე შემთხვევა როცა ძალიან დიდი რიგები გახუნდა წიგნების მაღაზიებში ახალი წიგნის პრეზენტაცია იყო და ძალიან დიდი რიგები იყო. საზაკლებაზეც საკმაოდ დიდი რიგები იყო, აი უბრალოდ ქუჩაში იდგნენ, მე მახსოვს ბიბლუსთან. ადრე რო პურზე იდგახუნდა ესეთი რიგები. ადრე რო სოციალისტებში პურზე მე მაინც სევდიანად მეჩვენება ის, რომ ეს აღსანიშნი ფაქტია, მაინც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში განახლებული ბიბლიოთეკების სოფელს ეს პროექტი არის უკვე ჩვენი მეგობარი, ჩვენ ძალიან გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეუერთდეს ამ პროექტს და იმედი გვაქვს რომ შემოგვიერთდებით თქვენც და ეროვნულ ბიბლიოთეკაში გუდიაშვილის 7 ნომერში უკვე შეგიძლიათ მიიტანოთ წიგნები რაჭის სოფელ ველევის სკოლისათვის. იმისთვის რომ სრულფასოვანი სამკითხველო დარბაზი ქონდეთ მათ. ეს პრაქტიკული მოესწრება, გამოვა კარგი საჩუქარი. პრაქტიკულად ასაკეთ, მე ჩამწერ ახლა მე ვარჩევ და გვიან მოვდივარ ხოლმე. მოგვაქვს წიგნები. კარგი ხარისხიანი, მიგვაქვს, უბრალოდ აფთავს მოვუყრით და წავიდეთ. აქ მოვიტანოთ და მე მგონი უფრო მნიშვნელოვანი მისია გვაქვს რომ ჩვენს გარდა ძალიან ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა ამ პროექტისათვის და ასე ვთქვათ ვიღებთ მე მაგალითი ყოველთვის არის ხოლმე ძალიან მაგარი მე რა არის იცი კიდე მთავარი ერთხელ მოვაბათ თავი აუცილებლად და შემდეგ ჩავიდეთ და ვნახოთ აი ეს კლუბი როგორ მუშაობს, რა ატმოსფეროა შიგნით, როგორი არის, რამდენად კომფორტულია, იმიტომ რომ იქ ხონდა გინდოდეს ყოფნა. ხანდახან შეიძლება სახლში ციოდეს და იქ კლუბში თბილოდეს და იყოს უფრო კარგი სიტუაცია, უფრო კომფორტული და უფრო მყუდრო, სადაც დასხდებიან ბავშვები, მასწავლებლებიც იქნებიან, იქ უფროსებიც იქნებიან და დღეები გადის ხოლმე სიუჟეტები, ეს არის. დამთქმული სიტუაცია, აი ესეთი გარემო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც გიხარია ყოფნა და საიდანაც არ გინდა წამოსვლა. სადაც წიგნიც არის, ტელევიზორიც და ინტერნეტიც და სიტბოც და რა ვიცი მე. ამას გარდა სტუმრებით ერთ-ერთი მოტივი იქნება ამ თავშეყრის, არ ვიცი, პირველ ეტაპზე მაინც, ხო, რომ ეს ჩამოყალიბდეს ეს სისტემა იქცეს მართლაც თავშეყრის ადგილად. თუ კი ჩვენ ჩავალთ, მე რაჭაში ძალიან დიდი ხანია არ ვარ დამყოფდა სიამოვნებით, ვესტუმრებოდი. პირველი სტუმრები აღმოჩნდებით, ესეც სამაგალითო იქნება გახდეს და ნელ-ნელა ეს რეგიონებისკენ კი, ნამდვილად და უფრო რეალური გახდება. გიორგი კეკელიძის თქმის არ იყოს, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი დამოკიდებულება აქვს წიგნებთან იმ რაიონების ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, სადაც საჭიროა, ასე ვთქვათ. იგივეა, როგორ დამოკიდებულება აქვს ფეხბურთთან, მაშინ ფეხბურთი ვითარდება, როგორ დამოკიდებულება წიგნებთან, განვითარდება ეგეც და ასე შემდეგ. მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ხო, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ეს მაინც რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტი უნიშნელოვანია რა თქმა უნდა, მაგრამ სპორტსმენისთვისაც წიგნით უნიშნელოვანია. თუ იქნება პრიორიტეტი ამ ადამიანისთვის განათლება და გაიგებს, ბიუჯეტიდან თანხას რომ მოითხოვს, მანქანაც კი არ მოითხოვს, თქვა. მოითხოვს ბიბლიოთეკის დასამართად. თუმცა ეხლა რეგიონებში მანქანაც საჭირო, მაგრამ ზომიერად ყველაფერი ალბათ. ამაგრავს კი ნახე? ოჩა, დიმიტრი, სხვა